გათვალისწინებით ჩამოაყალიბებს პროექტს მოქალაქეთა კავშირის პროგრამისა, რათა უკვე ჩვენ შეგვეძლოს ხვალიდან, ზეგიდან ეს პროექტი გამოვაყენოთ. გადაწყდა მთავარ საბჭოზე ერთი თვის წინ, სწორედ იმ პრინციპებით წავიყვანეთ, რომ ყოფილიყო კამპანია არა იმისი და არა გინება ოპონენტებისა, არამედ ყოფილიყო კამპანია თვითკრიტიკული, პოზიტიური, საქმიანი და გველაპარაკა არა სხვებზე ცუდი, არამედ იმ პრობლემებზე, რისი გადაწყვეტა არის საჭირო და გზებზე თუ როგორ უნდა გადაწყდეს. ჩვენ სწორედ ამის გამო შევარჩიეთ ის სააგიტაციო მასალები, რომელიც მომზადდა, სადაც ფორმულირებულია თუ რა გაკეთდა ამ წლების განმავლობაში, რა პრობლემებია და როგორ გვინდა ამ პრობლემების გადაწყვეტა. საარჩევნო პლაკატები, ბილბორდები, რომელიც არის ქუჩებში, ვესაუბრება. მე მინდა ვთქვა, რომ მაგათ საინტერესო ჯგუფი ჩამოყალიბდა და ეს ძალიან კარგი წინაპირობა ალბათ მომავალი ყველა არჩევნებისათვის საპარლამენტო იქნება ეს ხები, რომელიც მუშაობენ დღეს ტელევიზიაში, ჩვენთან ერთად არიან, ჩვენ გვეხმარებიან, ძალიან სერიოზულად გვეხმარებიან. ეხმარებიან მართლა უანგაროდ ამ ჩვენს მუს პრეზიდენტის თუ რა გაკეთდა და რა ყველაზე მნიშვნელოვანი ხელფასები, პენსიები, შუქის პრობლემა, რომელიც სამწუხაროდ ხანდახან ხელოვნურად ხდება პრობლემის გამწვავება, ბატონიკური მექანიზმების შექმნა უნდა იყოს დაკავშირებული საარჩევნო კამპანიასთან, ამ დროს უნდა ვიმოქმედოთ იქიდან ითიშებაში ელექტროენერგია და არ არის მიწოდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ნუ რა მე ვიცი რა პრობლემებია, ჩვენ ვიცით რა პრობლემებიც არის და ამიტომ ამაზე ძალიან დიდ ყურადღებას არ გავამახვილებ. ენერგეტიკის სამინისტრო მინისტრი ძალიან აქტიურად არის ჩართული და პრაქტიკამ დაადასტურა ეს გუნდი, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, როგორც მოქალაქეთა კავშირის გუნდია, პრობლემების დაყენებას და ხედვას არასოდეს პირველი ყოველთვის პირველს აყენებს. შეიძლება. ამის გაკეთება შეიძლება და ჩამოყალიბდება ესეთი ეფექტური მექანიზმები, როცა ჩვენ გვეცოდინება დაახლოებით რა პროცენტს ველით მოსახლეობისა, რა პრობლემების გადაწყვეტის შემდეგ რა ხალხობაზე გამბიობა მოქალაქეთა კავშირზე იმ პრობლემების გადაწყვეტისას, რომელიც არჩევნებს უკავშირდება. ჩვენთვის ეს უმძიმესი კამპანია არის, მინდა ვთქვა, ეს არის პასუხის გაცემის თითო 50 კაცი თითო რაიონში, ეს უნდა მოხდეს საგადასახადოს ხარჯზე, გამგეობების ხარჯზე. მე ვფიქრობ, ამ კვირაში ამის ხმა თუ ღიად მოხდება ჩვენს მიერ ეს მოქალაქეთა კავშირს არა. და საარჩევნო კლიპი აქვს გაკეთებული საინტერესო, სადაც ესე იგი ცხენები მირბიან და 6 ნომერზე ამხედრებული მხედარი, რომელიც წინ მიდის, ვარდება უცებ და იმართებს სახელმწიფო პარტია. კანონიერებას, ღირსებას ამხელებდა სახელმწიფო პარტია. და ესე იგი მთელი ასევე შალანათება მაშინ ვიტყვი რა ეს წინასაარჩევნო ბუკლეტი ჩვენი ლანძღოგინების მეტი არაფრით არ არის გაჯერებული. არც ერთი სიტყვა ემაზე რა უნდა გაკეთდეს საპრეზიდენტო სკოლიდან გაწუდებულად პროგრამაში. აღორძინების კოლექტთა კავშირის ლანძღოგინები. მაგრამ ჩვენ ისე მივაჩნიეთ, ჩვენ არ ამხევით ამას, ესეც იყო ერთ-ერთი სტრატეგიული გადაწყვეტილება ყველა ჩვენთაგანის, რომ ჩვენ ვთირებელი. მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, ესე იგი მინდა ვთქვა, ასევე ეროვნულ-დემოკრატიული პარტია განარჩეს. ისიც დაახლოებით ამ ასეთ კამპანიას ეწევა. ეს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი და ეს ალბათ ჩვენი სხდომის შემდეგ უფრო ნათელი უნდა იყოს. ჩვენ რეალურად უნდა განვაცხადოთ, დაახლოებით კი არის, რომ მზადდება ამისთვის სამუშაო, იმ კრიზისულ წარმოდგენილ. ჩვენ პროგრამაში ვეცადეთ გამოგვეყენებინა ის პრინციპები, რომელიც წარმოდგენილი იყო აქ გაფართოებული საუბრების სხდომაზე, საკმაოდ სერიოზული პროგრამა შედებოდა გაკეთებული. მაგრამ ის პრინციპები, რომელიც მისაღებია და აუცილებელია დღევანდელი მდგომარეობისათვის, ალბათ ჩვენთვის მისაღებია არა ბიუჯეტში, არამედ ვიღაცის ჯიბეში უნდა იყოს აღმოფხვილი. ეს პროგრამა არის პრინციპების პროგრამა, ეს არის სერიოზული სამუშაო არის ამის შემდეგ გასაგრძელებელი და მე ვფიქრობ, რომ დღეს თავარ საბჭოზე სწორედ პრინციპები უნდა მივიღოთ, რომ შემდეგ შეიქმნას მოქმედების გეგმა საპარლამენტო არჩევნებისათვის რეალური პროგრამის დასაწერად. ქვეყანაში აუცილებელია ეკონომიური გარღვევა და ეს უნდა იყოს ჩვენი ალბათ მოწოდება მოსახლეობასთვის. აქ გათვალისწინებული არის, რომ ამ პროგრამას ჭირდება ძალიან სერიოზული ექსპერტული შეფასება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, იმ ხალხის მხრიდან, ვინც ჩვენ გვეხმარება და ჩვენ ვალდებულები ვართ და მგონი ეს მხოლოდ გაამდიდრებს ჩვენს პროგრამას, თუ ეს საკითხები გადაწყდება. რაც შეეხება რეგიონებს, ქალაქებს, რომელიც ჩვენთან ერთად ცენტრალურ ოფისთან ერთად შეიქმნა პროგრამები, ჩვენ ბევრს დავეხმარეთ, გამოცემაში დავეხმარეთ. ეს კონკრეტული პროგრამებია და ამის მანიშნებელია, რომელიც ჩვენ დაგირიგეთ, ეს არის თბილისის პროგრამა. აქ არის ძალიან კონკრეტულად და დეტალურად გაწეული ეს პროგრამა შემუშავებულია დედაქალაქის მუნიციპალიტეტთან ერთად, ჩვენ ერთად მუშაობდით. აქ არის ყველა პრინციპი, აი რა პრინციპები, ბიუჯეტი, მერიის სტრუქტურა, საინფორმაციო სისტემა, ბიზნესის ხელშეწყობა, მუნიციპალური ქონება, კომუნალური მეურნეობა, ტრანსპორტი, დასაქმება, უმუშევრობის გადამზადება, ჯანდაცვა,
და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან კონკრეტული დეტალური პროგრამა. მე ვფიქრობ, რომ ასეთი პროგრამა არ ამგონია, მე ყოველ შემთხვევაში არ შემხვედრია არც მომისმენია სხვა პარტიების გამოსვლებში, რომ ასეთი პროგრამა არსებობდეს. ჩვენ ამ მიმართულებით აი სწორედ ასე ვიმუშავეთ, რომ მოქალაქეთა კავშირის ზოგადი პროგრამა ყოფილიყო პრინციპების დონეზე, ხოლო რეგიონებისთვის და ქალაქებისთვის ყოფილიყო პრინციპების დონეზე. და ერთი საკითხი, რომელიც აღჭრება პროგრამაში, ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანია, აი პასუხი როდის იქნება მიწვეული. ამიტომ ჩვენ ეს ვთქვით, რომ არის პრეზიდენტის ინიციატივა, შექმნილია ჯგუფი ბატონი ვაჟა, ვანო ზურდელავა და ენერგეტიკის მინისტრი ამ საკითხებზე მუშაობენ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გამოცხადება. ეხლა უფრო ადრე და ეს უფრო გავამწარებთ ხალხს. ჩვენ ვართ ეხლა ჩვენს დროის ჩვენ საფრთხეში ვართ. თან ჩვენ ვზივართ შვაში. ყველა სახში. ევროპასთან რო გვინდა შეერთება ევროპული დრო ეს არის. მაშინ ალგეთშიც რა. აბა რა. მე ვერ გავიგებ. ელდერ არის. აფასლებენ ნელა საორგანიზაციო საკითხი შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის სამდივნოს ხელმძღვანელი და ეხლა არის ამის არჩევნების პროგრამის პრინციპები. საარჩევნო ლავართ ჩართული და მუშაობთ ამ არჩევნებთან დაკავშირებით ის რა დავალება და რა ის არის. თუ გვაქვს რაიმე ისეთი პროგნოზი თუ შეიძლება პატარა რაღაცა რო ითქვას გაუშვათ ან რეგიონების მიხედვით ან ის სიტუაცია რას ასახავენ ტელევიზიაზე და პრესით რას ვიღოთ აი რეგიონებში რა პოზიციები არგუმენტებიც უნდა გქონდეს ამის ამ შენიშვნების გათვალისწინებით ინფორმაცია სურავს თუ რა გეგმა გაგვაჩნია ჩვენ პროპაგანდასთან დაკავშირებით ვინაიდან ბევრი რაღაც დეტალებში მოსაყოლად მეგონი არ არის საქმე ძირითად ტენდენციებზე მოგახსენებ და იმ თქვათ ბერკეტებზე, იმ ინსტრუმენტებზე, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ვეცდებით ამ პროპაგანდის გადაღებას. პირველ რიგში მსურს გავიმეორო მაინც ბატონი მიხელის ნათქვამ იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი პროპაგანდა არსებითად განსხვავდება შინაარსითაც და ფორმითაც ოპონენტების პროპაგანდისგან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე თქვენით მოგახსენებთ რატომ. ძირითადად ოპონენტები ჩვენი პროპაგანდა არის ბევრად უფრო კონსტრუქციული. და რაც თავარია ის ელემენტიც არის ამას ჩადებული, რომ ჩვენ თავზე ავიღეთ ის ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომ ჩვენ ამასთანავე გარდა საკუთრივ პარტიული და პოლიტიკური პროპაგანდისა ვაწარმოებთ აგრეთვე საკუთრივ არჩევნებზე ამომრჩევლებს. ცუდი შედეგი იყო ზოგადად თვალსაზრისით. ზოგადად თვალსაზრისით მოქალაქეთა კავშირი პირველ ადგილას იყო. საქართველოს მასშტაბით, მაგრამ იყო ზოგიერთი რაიონები, სადაც მაგალითად პრეზიდენტი ეს არის რომ მოხერხდა ჩვენთან სასოფლო ბიუჯეტების ჩამოყალიბება. როგორც კი პრობლემა დგება ნებავ ხელფას და ეს ინსტიტუტში არის სია დადებული, ვინ არ გადაიხადა იგნორებულ ყველანაირი სამართლებრივი ნორმა. დღეს კია მეფარიშვილის გამოვიდა ვაზებსად ლადო ჭანტურია რამდენიმე დღეა ზის ტელევიზორში ალბათ ყველა თქვენ გამაიხილა. მართლაც სამართლებრივი ნორმებთან არაფერ კავშირში ის რაც მიღებული იქნა არ არის. ესე იგი პრაქტიკულად საკონსტიტუციო სასამართლო ზოგიერთ წევრს შეუძლია სრულიად ნათლად გამოიტანოს ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. მაგრამ როდესაც ერთ ფესტივალზე შეუძლია გამოყოთ 300.000 და ორჯერ ამაზე ნაკლები გამოყოთ 1 წლის განმავლობაში ყველაფერზე რაც ეხება ამ უნიშნულოვანეს ისტორიულ რეფორმას, ეს არაფერს არ გავს უბრალოდ. მე არ ვიცი ესე პრიორიტეტებზე უნდა იყოს საუბარი. როდესაც ესე იგი იმის მაგერად რომ მინისტრებისგან, მათ შორის ჩვენი მინისტრებისგან მივიღოთ ხარდაჭერა ამ რეფორმის განხორციელებაში, ისინი აწყვეტენ პრესკონფერენციას და მათი თანდასწრებით პრეზიდენტის თანაშემწე ამბობს, რომ ეს რეფორმა საერთოდ ჩავარდნილია და რა ჩვენ გვაკრიტიკებენ თავის ჩავარდნილ რეფორმას. ეს ის სექტორის წარმომადგენელი ამბობს, რომელსაც პირდაპირ უნდა გააკეთოს ესე იგი დაფინანსება და ერთადერთი რაც ამას აჩერებს არის სწორედ ის, რომ არ არის დაფინანსება, ესეც ძალიან საგანგაშოა. როდესაც კეთდება განცხადებები და მე ვფიქრობ არ იყო გადაჭარბებული განცხადება ჩემი მხრიდან. როდესაც სტრასბურგში დამირეკეს ჟურნალისტებად, პირველი ჩემი რეაქცია მივეცი, რომ ეს იყო სამშობლოს ღალატის ტოლფასი და მე ამას ვიმეორებ. რომ ეს არის დღესაც ვიმეორებ, მაშინ რა ცოტა დავშვიდი, დავწყნარდი. ეს იყო სამშობლოს ღალატის ტოლფასი ხმედება, რაც გაკეთა. და როდესაც ჩვენი ფრაქციის კომიტეტის ერთ-ერთი თავმჯდომარე ამას უწოდებს აღგზნებული ადამიანის რემარკებს, რომელიც სულმე უნდა გადავთქვა მერე და ამბობს, რომ ის ვით მიიღო ეს გადაწყვეტილება არის ძალიან გაწონასწორებული და კომპეტენტური და კარგი ადამიანი და მე პირდაპირ ვთქვა, რომ ეს ადამიანი არის სრულიად დაბალი მორალური სტანდარტები, სრულიად არაკომპეტენტური და სრულიად უპატიოსნო და დავადასტურო ეს.
და როდესაც ასეთი დონის განსხვავება ხდება ჩვენ ფრაქციის შიგნით, მე ვფიქრობ და სხვა ჯერ არ დავიჯერე ეს. ხელ ჟურნალისტი მოიწვია, თხოვე ფირი ეჩვენებია, ფირი მოგესმენებია. სამწუხაროდ ეს ასია დასტურდება. ვინ არის? ვიცით ვინც არის? თუნდაც ფრაქციის რაღაც ნაწილის საკითხი. ეს არის ზოგად ეროვნული პრობლემატიკა. თუ ჩვენ შეიძლება ჩვენ გამოვათ აუცილებლად ხო ამდენი პროპაგანდა იყო ნეგატიური მოქალაქეთა კავშირის წინააღმდეგ. ხო ამდენი გულანძღეს. ხო მართლა ესე იგი სინონიმი იყო ყველაფერი უბედურების. აი ბოლო დღეების რეიტინგები, ბოლო კვირეების რეიტინგები არის ის, რომ მოქალაქეთა კავშირი უკეთად წავიდა შინაგან, რომელიც ყველა ადამიანს საქართველოში ასე თუ ისე გვერდმოყრას არ ესე მოჭარბებულ. და აი ამ შიდა მექანიზმებად კარგად დაგვანახა, ხალხი არის განწყობილი იმისათვის, რომ მიიღოს სერიოზული გადაწყვეტილებები. მაგრამ აქ გვჭირდება ჩვენ ალბათ მეტი ერთიანობა და მეტი შეკრვა ამ კუთხით. და ბოლოს მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ამ კუთხით საპარლამენტო ხელმძღვანელობის და საპარლამენტო უმრავლესობის კუთხით პრობლემა არ იქნება. ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშაოთ შესაბამისი იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს პრეზიდენტი შემოვიდეს საკანონმდებლო ინიციატივით ამ საკითხებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტი იქნება, როდესაც პრეზიდენტი გააკეთებს იმას, რაც ასე ვთქვათ, გააგრძელებს და გადამწყვეტ სიტყვა-სიტყვის, პრაქტიკულად არანაირი გახანგრძლივება ამ სასამართლო სისტემის არსებობის არ არის შესაძლებელი, ეს არის მიუღებელი აბსოლუტურად. არც ფორმალური ფორმით, არც არაფორმალური ფორმით ეს ხალხი ვინც ვერ ჩააბარეს გამოცემას, ვინც ვერ დაიწყოს კონკურსს, ვინც ვერ ჩაჯდება ვიღაც კანდიდატებში ამ სისტემაში არ დარჩება, ისევე როგორც არ მოხდება ესე იგი სხვადასხვა გავლენების შემოჭრა ამ სისტემაში და ამ სისტემის შემდგომი პოლიტიზაცია, რის მოწმენი ჩვენ ახლა ყველანი ვართ, მაგრამ ამას სჭირდება კიდევ ერთხელ მეორე ჩვენი ფინანსური ბლოკის სრული მობილიზაცია, ამას სჭირდება პოლიტიკური ხარდაჭერის სრული მობილიზაცია და ამას ძალიან სჭირდება საზოგადოებრივი ხარდაჭერა, რომლის მთავარი აზრის შემქმნელები ხედან ამ მაგიდაზე დღეს და ხედან ასე იგი არიან ჩვენი პარტიის წევრები. აი ეს არის მინდა ვთხოვოთ, რომ ამ ხერ სრული ურთიერთგაგება გქონდეს. დიდი მადლობა. მოულოდნელი იყო ჩემთვის აუდიტორია ამ მოვლენას ასეთ შეფასებას მისცემს. ყველა თავის განმოსვლაში ყველა გადაწყვეტილებისათვის ინფორმაციისათვის. რაც ეხება ზოგად პროგრამა დასავლეთსა და ზოგად სამეგრელოზე და პრეზიდენტო სიტუაცია რა თქმა უნდა მართვადია და იქ რაც ხდება ფაქტიკულად ცნობილია. მაგრამ ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდა ზოგიერთი პარტია და მე უფრო რა თქმა უნდა გაგვიჭირდება. ძალიან ბევრი პრობლემებია, ძირითადში არის ყოფითი პრობლემები, კომუნალური მეურნეობის საკითხები, ძირითადში მოსახლეობას რა თქმა უნდა აწუხებს ხელფასები, მაგრამ მე მინდა დაგარწმუნოთ ბატონ პრეზიდენტო, რომ ოქტომბრისთვის პენსიები ჩვენ გავეცით. ასევე ხელფასები აბსოლუტურად ყველა სოციალურმა სფერომ 100%-ით მიეცა, რა თქმა უნდა, ძალიან წინ გადადგმული იქნება, რამე თუ ამას მაინც მნიშვნელოვან მაქსიმალურ ყურადღებას მოსახლეობა აქცევს. ასევე აუცილებელია ჩვენ მაინც ელექტროენერგიაზე ვიფიქროთ და ბატონ გამგებლის წარმომადგენელია და ესე იგი ერთი წუთის რომ იყოს გადაცილება, ჩვენ რა თქმა უნდა კაცრად მოვხოთ მას პასუხს. ამის გარდა რა თქმა უნდა, იქ გაზის პრობლემებია, მაგრამ ჩვენ ამ ბოლო პერიოდში ალბათ იმოქმედა კარგად მოეცემა პატარა პრობლემები, ამასთან დაკავშირებით ჩვენ მუშაობთ და ალბათ ამ პრობლემებს ოპერატიულად გადავწყვეტთ. და მაინც აქ სწორედ აღინიშნა პროპორციულმა სისტემამ ჩვენი საზოგადოება ვერ გამართა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ ყოველ შემთხვევაში შემდგომში მომავალში ვიფიქროთ იმაზე, რომ მაჟორიტარიც უნდა იყოს იქ აუცილებლად ჩართული. ამას მოშრომას კიდევ ჩავდებ და იმედია, რომ ღირსეულად წარმოგვიდგენთ. აქ იყო შენიშვნები გამოთქმული და მაინც მინდა რომ მithქვას დღეს როგორ იყო და რანაირად. საპრეზიდენტო კანონპროექტში, რომელიც შევიდა პარლამენტში, არ ითვალისწინებდა პირველ დონეზე სოფლად, თემში, დაბაში და რაიონის შემადგენლობაში შემავალ ქალაქში პროპორციულ არჩევნებს, როდესაც არ ხდება ბოლომდე ხელისუფლების და მმართველი პარტიის იდენტიფიკაცია, ეს ძალიან სერიოზულ პრობლემებს იწვევს. მე ვადევნებდი თვალყურს იგივე ბატონ ბადრის შეხვედრებს რეგიონებში და ეს შეხვედრები ძალიან კარგ კვალს ტოვებს ყველგან, სადაც ჩატარდათ აქტივები გამგებლებთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სხვა. შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად რაც ინფორმაცია გაგვაჩნია საქართველოში
პრაქტიკულად მე ვერ გავიხსენებ ერთ რაიონს, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები რეალურად ბოლომდე არ უკეთებდნენ საკუთარ თავს იდენტიფიკაციას ამ არჩევნებში მოქალაქეთა კავშირის წარმატებასთან. ამავე დროს მე მგონი მთლიანობაში საკმაოდ კარგად აეწყო თვითონ პარტიის საარჩევნო შტაბის მუშაობა ყველა მიმართულებით, რაც კი შესაძლებელი არის იქნება ეს ორგანიზაციული სტრუქტურების შექმნა და რეგიონალური სამსახურების მუშაობა, იქნება ეს ჩვენი საქმიანობა ცენტრალურ თუ საოლქო და ადგილობრივ საარჩევნო კომისიებში, პროპაგანდის ბლოკის მუშაობა თუ სხვა მართლაც ძალიან მაღალ დონეზე მიმდინარეობს. ჩვენ თუ გვაქვს ხარვეზი, ეს არის პირველი ძალიან პასიური მონაწილეობა სადეპუტატო კორპუსის და ცენტრალური ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების, რაც ძალიან სამწუხარო არის და როგორც ჩანს, ძალიან ბევრ ჩვენ კოლეგას დღემდე აქვს იმის ილუზია, რომ ავტომატურად მოხდებიან შემდეგ საარჩევნო სიებში. მე ბერის წინაშე და მე ვერ წარმომიდგენია რა შეიძლება იყოს ისეთი პრობლემები, რაც საშუალებას არ დებით, იმიტომ რომ ვერ ხერხდება იმ ადამიანების ჩასვლა, ვისაც ითხოვენ და სხვა და სხვა. არის 20-25 დეპუტატი, 30 დეპუტატი, ვინც პირიქით მთლიანად გადართული არის ამ საქმიანობაზე, მათ შორის ალბათ ყველაზე დაკავებული წევრები ჩვენი ფრაქციის, ესე ვთქვათ, ასაკოვანი წევრები, ვისთვისაც ალბათ მარტივი არ არის და 24 საათი დადიან რეგიონებში შეხვედრებზე. გარკვეულწილად ცალკეულ საკითხებზე სამუშაო ჯგუფების შექმნა, სახელმწიფოების შარება, მინისტრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ასე შემდეგ. უგარი სამუშაო გეგმა დავუსწროთ თან და თან პასუხი გვაქვს თუ არა ჩვენ ყველა უფლება იმისათვის რომ ვესაუბროთ ჩვენ ამ არჩევნებზე. ასეთი იდეალური პარტია სოფიაში არ არსებობს, რომელიც ყველაფერს ასრულებს და ისიც აყვავებული ქვეყნებიც კი დღესაც რიგში აყენებენ პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლის პრობლემას გარკვეულ ეტაპზე. მიუხედავად იმისა, რომ ფონი ძალიან მძიმეა და უფრო მძიმე ფონის წარმოდგენა ძალიან ძნელია, რადგან თითოეულ ოჯახს და ყველაზე მეტად გაჭირებულ ფენებს ეხება პენსიონერებს, მწვავ ადამიანებს, პედაგოგებს, რომელთაც სხვა შემოსავალი შეიძლება არ გააჩნიათ არაფერი. ჩვენ კამპანია ისე როგორც აქ გადაწყვეტ მთავარ საბჭოზე ერთთვის წინ, სწორედ იმ პრინციპებით წავიყვანეთ, რომ ყოფილიყო კამპანია არა იმისი და არა გინება ოპონენტებისა, არამედ ყოფილიყო კამპანია თვითკრიტიკული, პოზიტიური, საქმიანი და გველაპარაკა არა სხვებზე ცუდი, არამედ იმ პრობლემებზე, რისი გადაწყვეტა ალბათ უპრიანი იქნება, ბატონი დადაშინგელია უფრო დეტალურად გვესაუბრება. მე მინდა ვთქვა, რომ აქ საინტერესო ჯგუფი ჩამოყალიბდა და ეს ძალიან კარგი წინაპირობა ალბათ მომავალი ყველა არჩევნებისათვის საპარლამენტო, რომელიც სამწუხაროდ ხანდახან ხელოვნურად ხდება ამ პრობლემის გამწვავება, ბატონი დამიდალაფერს იყენებენ თავის ინტერესებში. როცა ჩვენი კანდიდატები ჩადიან რეგიონებში და მე 2-3 იქიდან ითიშება